მე ვარ ნოდიკა გოჩალიძე 10 წლის. ვსწავლობ 21 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია ბაჩი მიქელაძე. ის არის სამართლიანი. ასევე მხიარული, მეგობრული და ცოტა მკაცრიც. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ნახევარდაცვაში და შემდეგ შემეცვალე პოზიცია. იმიტომ რომ უფრო მომწონდა ფინტების გაკეთება და ასევე მოჭრილების დარტყმა. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 90 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ვეთამაშებოდით კობულეთს, შორიდან დავარტყი ძლიერად და მე მოჭრილი გავუტანე მეკარეს. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ფინტების გაკეთება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდუ და ჩემი ოცნების გუნდია პარი სენ-ჟერმენი. 9 წელს რო გავხდი, გადავწყვიტე გამختارიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მოჭიდავი. უფრო პატარა რო ვიყავი, მინდა და გამختارიყავი სპაიდერმენი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომადგენია. ჩემი პირველი გუნდი იქნება დინამო თბილისი, შემდეგ იქნება პარი სენ-ჟერმენი და შემდეგ რეალ მადრიდი. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 50 წლამდე. მის შემდეგ კი გავხდები რეალ მადრიდის მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ აქ არიან ძალიან ბევრი მეგობრული ბავშვები, ასევე მყავს კლასში ცოტა ზარმაციც და მეგობრული მეგობრებიც. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თათა შერაშიძე, ყველაზე ჭკვიანია დაჩი ქამაშიძე, ყველაზე მშვიდია სარა სურმანი, ყველაზე ბედნიერი მგონია რომა ქამაშიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ამიტომ შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. მეგობრებს იმიტომ დავწვიდი, რომ ტერიტორიულად ჩავსვათ ერთმანეთისგან. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ ერეკლეს და ანასტასიას. ჩემ ცოლს დავარქმევ ლიზის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია სალომე კაკაბაძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან მხიარული, მშვიდი და მეგობრული. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 5 წელი ვცეკვავდი ორიგონში. ცეკვიდან იმიტომ გამოვედი, რომ ყველაფერი ვისწავლე და დრო დავუთმე ფეხბურთს. ჩემი საყვარელი ცეკვაა მოხეული. საყვარელი ნათია ეს. ჩემ კორწილში ჩავეცვამ თეთრ ჭოხას და აუცილებლად ვიცეკვე. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მექნება ფეხბურთის კარიერაში ხელფასი. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშოთ 13 ნომრს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი დაიკო, ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 3 ძმა და 1 და. ჩემი დაიკო არის 9 წლის და ქვია ნია. ეს არის ლამაზი, პრანჭია, ცოტა ნერვების მომშლელი და უყვარს კაპრანჭი. ნერვებს მეშლის, როცა კომპიუტერით თამაშებს ვთამაშობ. რაღაცებს მელაპარაკება ან კომპიუტერს მითისავს. ჩემი აზრით, ნია რო გაიზრდება, გამოვა მოდელი. მამიკო არის უფრო მხიარული, ხანდახან მოწყენილი, ასევე მეგობრულიც და ძლიერი. დედიკო არის მზრუნველი, ლამაზი, ასევე შრომობს ჩემს მომავალზე და სულ იპრანჭება. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია მე, ბებია, ელიკო და ილარი. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია გრინჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ჩემს ბებიას და ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაუროდ შემოუნებით წავიდოდი გერმანიაში და ამერიკაში. სხვათა შორის ვიყავი ბულგარეთში და ძალიან კმაყოფილი დავუბრუნდი. განსაკუთრებით მომეწონა აუზები და კვება. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფით სუპერძალა. ზოგჯერ მეჩქარება და მჭირდება ეს სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი თავის გუნდელთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე. მე მაგალითად ვიცხოვრებდი ლუკა გამგებელის ერთად. იმიტომ რომ ის არის ძალიან ძლიერი და უშოშარი. ბედნიერება არის გოლის გატანა, მოთამაშეზე ფინტის გაკეთება, საგოლე ასისტის გადაცემა, დედიკოს როცა ეხუტები, ასევე დედიკო როცა შენთვის ზრუნავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.